აბა მოგესალმებით ჩემი მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბერებო. იმედია ყველა კარგად ხართ, კარგ ხასიათზე ხართ, აგერ დაგვიდგა ნეადრევად ზაფხული, 25 გრადუსია, მზეა, სითბოა, ნაზისიო, გვინიავებს, სუფთა ჰაერია და აი ესე გარეთ მეც ამოვედი ჩიტუნიების ჭყურტყურში, ნახოთ აბა აპრილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენციები ჩვენთვის, რას მოგვიტანს აპრილის თვე. გავაკეთებ ორ ასე ვთქვათ პერსონაჟზე და ჩაიფიქრეთ თქვენ ორ ვარიანტზე. გინდა პირველი, გინდა მეორე, აირჩიეთ ან მოусმინეთ ორივეს. შეგიძლიათ ერთზე ვთქვათ პირად ჩაიფიქროთ, მეორეზე ვთქვათ ფინანსური სიტუაცია და აქედან მინიშნებას მიიღეთ. მადლობა კიდევ ერთხელ ჩემს გამომწერებს. თუ არ შემოვდივარ ხშირად, ესე იგი არის რაღაც გარკვეული დღეები, რომელიც მე ჩემი პრაქტიკებისთვის მაქვს გათვლილი, ესე იგი მძიმე სიტუაცია, რაღაცა ენერგეტიკულად ისეთი მდგომარეობა სამყაროს აი ამ კოლექტიურ სივრცეს უერთდები და ვიწყებ ლოცვას, მედიტაციას, მანტრებსაც. მთელი დედამიწის და ყველა ცოცხალი სულიერი და მშვიდობი არსების დედამიწაზე გადასარჩენად და იმისთვის რომ იყოს მშვიდობა. კიდევ ერთხელ ვიძახი, ვინც არ ეთანხმება მშვიდობას, ვინც ამბობს, რომ არ იქნება მშვიდობა, არ იქნება სამართალი და კიდე მსგავსი ლოზუნგები, ეს არის იმ მეორე ბოროტი ძალის კიდევ ერთხელ ვამბობ, არა პოლიტიკურის ნიშნით, არამედ თვითონ ანტაგონისტურად. უბრალოდ სულ რომ ვერ კვეოდე და არც მინდა გავერკვაი, არც მაინტერესებს, ინტუიციურად ვირჩევ, ვინ ვის მხარეს არის. ანუ ეს ისედაც აშკარაა და ჩანს. იმიტომ რომ გასაგებია დუალისტურია ჩვენი სამყარო, მატერიალური ეს დედამიწის სტრუქტურა, მაგრამ არის მხარე, ორი მხარე, ნათელი და ბნელი, სიკეთე, ბოროტება, ხო? კი, ყველა ჩვენში არის მეტნაკლებად ერთი მხარეც, მეორე მხარეც, ყველაფერს აქვს ორი медали, ხო? медалს აქვს ორი მხარე, ანუ აღარ მინდა ხა ამაზე დისკუსიები, მაგრამ უნდა აღემატებოდეს რომელიღაცა მხარე, ხო? ამ ორიდან. ყველაფერი კი არის ისიც და ისიც, ანუ არ არსებობს ერთი იყოს იდეალური, ხო? ყველაფერი არის ყველაფერში, მაგრამ ფილოსოფოსი გავხდი, ხო? ფილოსოფიურად ხსნი. მაგრამ აი, უნდა აღემატებოდეს ერთი რაღაც. და მერე არის, აი, როგორც სასწორი, ხო? The justice, რომ გადაწონის ის, ვთქვათ, სიკეთე. შენი გაკეთებული საქმეების, შენი საქციელის, ხო? და უკვე იცვლება, რომ კეთილი ხარ. გესმის? და არა ბოროტების ლოზუნგი და გამოსვლა და სიძულვილის ენით საუბარი და რაღაცა ლინჩის წესით ხალხზე, ესე კი ამხელა აგრესიის და ნეგატივის შეხრა. ნუ დაუშვებელია. კიდევ ერთხელ ვიძახი. თუ გაინტერესებთ ჩემი პოზიცია, ვერასოდეს ჩემთან ახლოს ვერ მოვა, იმიტომ რომ მე ვექვემდებარები სამყაროს კანონებს და მათ დასამწუხაროდ სამყარომ უნდა გამოაშკარავოს, ყველაფერი უნდა გახდეს უკვე თვალსაჩინო და ყველა დაფარულს და დამალულს უნდა ეხადოს უკვე და მოსულია ეს დრო და ჩვენ ყველა დავინახავთ ყველაფერს ძალიან მალე და დანარჩენი თქვენთვის მიმინდვია, ვის მხარეს დადგებით, ვის დაუჭერთ ხარს. ეს თქვენი ნებაა, თავისუფალი ნებაა, რომელიც ყველა თქვენ განს მოგეცათ ამის საშუალება
ღვთიდან, ღმერთიდან. ხო, და კარგად დაუკვირდით რა ლოზუნგებს, სიტყვებს, კიდევ ერთხელ ვიძახი, უარყოფითი კონტექსტის მქონე სიტყვები, ლოზუნგები, ყველაფერი მიმართულია მეორე ძალის მანიპულირებიდან, ანუ ტვინებს ბლოკავს, აგიპნოზებს. გესმით? ის მანიპულაციას ახდენს და აზროვნების უნარს გიკლავს, აღარ გაქვს უკვე კრიტიკული აზროვნება. დაპროგრამებული რობოტივით ერთი და იგივე ფრაზას იმეორებ და იქით, ანუ ვეღარ იყურები. რა ვიცი, ჩემთვის ეს უკვე არის როგორც მოსიარულე ზომბი. აი ესე დავარქმევდი მათ ხროვას და გავაგრძელებ. აპრილისთვის ტენდენციები ძალიან ჩქარობს კარგი. ესე იგი, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. The Gilded Tarot cards, რომელიც ჩეთი გაჩვენეთ მნიშვნელოვანი აპრილისთვის ტენდენციები პირველი ვარიანტისთვის, აპრილისთვის ტენდენციები მეორე ვარიანტისთვის, უცებ რა იქნება მნიშვნელოვანი და გამოვიყენებ ასევე აი ესეთ cats, pagan cats, რომელიც არიან ინტუიციურად ძლიერი, შავი კატები და არა მარტო შავი. და მათ სიბრძნესაც დავეკითხები აპრილისთვის ტენდენციები გაჩვენეთ მნიშვნელოვანი საკითხები აპრილის თვეში შეექმნება მნიშვნელოვანი საკითხები აპრილის თვეში შეექმნება მოკლედ კონკრეტულად დავიწყებ პირველი პოზიციით უსვინეთ აბა როგორი იქნება აპრილი პირველი პოზიციისთვის ხელშემშლელი ფაქტორები არის სახლთან ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური სიტუაცია პირადი არ ჩანს, მაგრამ ჩანს რომ გაქვთ რაღაც არეული პირადში ქაოსი ემოციების ასე ვთქვათ შკალა ზემოთ არის აწეული ასევე ხელშემშლელი ფაქტორები თუმცა გინდათ რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, მაგრამ მუშაობთ რომ იქონდეთ სტაბილურობა მაგრამ გამოგივათ, ანუ თქვენი ძალა, რესურსი იწურება, ამაზე მუშაობთ, ამაზე ფიქრით, რომ სტაბილურობა გინდათ, რომ სიმშვიდე გინდათ, რომ ყველაფერი კარგად გინდათ და ხელშემშლელი ფაქტორები გაქვთ, ანუ დაბრკოლებები, პირადსაც ეხება და ფინანსებსაც ეხება. და თუ გამოუვა აპრილის თვეში პირველ ვარიანტს, სიმშვიდე და სტაბილურობა, როგორც პირადში, ასევე ფინანსებში. კი, მეორე, ანუ აპრილის შუა რიცხვებიდან თუ არ აყრებით ძალიან ემოციონალურ ფონს, იმიტომ რომ აქ მაჩვენებენ, რომ ბევრ ამეს ხართ ხელში ჩაჭიდებული, ანუ ისიც არა, ამიტომ იფანტება ეს ენერგია, ან ერთზე, ან ორზე, მაქსიმუმ სამ რაღაცაზე მაინც გადაიტანეთ, რომ არ გაიფანტოს ეს ენერგია და ასე არ დაიყაროს და მე აი ესე ბოლოს აი ესეთი გამოცლილები არ გახდეთ რა, ძალა გამოცლილები. რასაც მიმანიშნებს The Pagan Cats. აქ მაჩვენებენ ყველაფერი ემოციებზეა საუბარი თქვენს ემოციონალურ ფონზე, ანუ გლით ეს გესმით, ანუ ნეგატიური ფიქრიც კი დამღლელია. აღარ არის უკვე საუბარი რამე ემოციონალური ფონით ნათქვამ სიტყვას. მithubetes, ხო? სტაბილურობა იქნება, ну, ოღონდ აპრილის შუიდან. მაინც ერთ კაც ამოვიღებ. კი, ну, თქვენი ოცნებისკენ ჯერ კიდევ შორია, რაც თქვენ გინდათ, ჯერ კიდევ ამას ბევრი დრო უნდა აჩვენებენ, ანუ ჯერ არა, მაგრამ მიდიხართ, ნელ-ნელა მიზნისკენ მიდიხართ. ეს იყო პირველი ვარიანტი, უცებ ჩქარა, ტენდენციები აპრილისთვის და გადავედი მეორე ვარიანტზე. თან ერთად აბა, რას მოუტანს მეორე ვარიანტზე აპრილის თვე, მადლობა ყურადღებისთვის პირველებო, თუ მოგეწონათ დამილაიქეთ, თუ რეზონირდა და მომწერეთ და დამილაიქეთ, რა თქმა უნდა, ეხმარება ეს ჩემს არხს და რა თქმა უნდა თქვენი ასე ვთქვათ, კარმისთვისაც კარგია, გამოგისწორდებათ კარმა. ლაიქი, კომენტარი.
ანუ ჩვენი ენერგია უკვე გაიცვლება, ასე ვთქვათ, პირველ ვარიანტთან რაც იყო, თითქმის იგივე, ოღონდ ცოტა განსხვავებული არის მეორე ვარიანტთან, აქ მაჩვენებენ, რომ ბევრს მუშაობთ ძალიან, ამ ფონზე რაღაცეები, ანუ ძირითადი თემა, რაც ეხება თქვენ ცხოვრებას, თქვენ სიტუაციას, თქვენს პირადს ცოტა ყურადღების მოკლების სიტუაციაშია, მაგრამ ამას ყველაფერს დაძლებთ, იმიტომ რომ გაქვთ გეგმები, აი 3 პერიოდი, 3 თვე, აი ეს აღებული, ხო? და მაჩვენებენ გულ დაწყვეტას. ამ ფონზე შეიძლება პარტნიორიდან რაღაცა ყურადღების რაღაცა ნაკლებობა იგრძენით და ამან გული გაგიტეხათ. მოდი ახლა ვკითხოთ რატომ. მეორე ვარიანტზე აპრილის თვე, რას ეტყვით, ისაც საჯარო გაშლა ყველასთვის ისეც აინტერესებს, ვინ შემოვიდა ჩემ ვიდეოში აქ ჩემთან. რას ეტყოდით მეორე ვარიანტს აპრილის თვის ამბავზე. ის რაც დაფარული იყო, რაც თქვი ხო კონტექსტში, იმიტომ რომ დრო მოვიდა ასეთი, ყველაფერი გამჟღავნდება, ზემოდან ხდება ეს პროცესები, გადანაწილება ხალხის, ადამიანების, ქალაქების, სულების, ქვეყნების, ყველაფერი მიმდინარეობს, იმიტომ რომ როცა დაპატრონებულია ორი ძალა, ნახეთ და ხდება დიდი გაყოფა, აქეთ ნათელი, იქით ბნელი, ანუ შენ შუაში ვერ დადგები, ან ნათელი ხარ, ან ბნელი ხარ. ესე რომ მე ხა იქ ვიმეგობრებ და ვიშუამდგომლებ და ისა, ანუ ეს ვარიანტი არავის არ გამოუვა. ან ერთს ეკუთვნი, ან მეორეს ეკუთვნი. მაჩვენებენ აქ ზუსტად ამ სიტუაციას. თქვენც დამდგარ ხართ ეგეთ სიტუაციაში მეორეებთან. უმრავლესობას ისე ჩანს, თუ არ რეზონირდება, არ მიიღო თქვენზე, უბრალოდ ვინც უყურებს, უმრავლესობას ესე ამოვიდა, რომ ესეც არჩევანი სიტუაციაში დამდგარ ხართ, აგიწევიათ ძალიან დიდი ტვირთი, ეს იყო თქვენთვის მძიმე, თქვენი სულიერი მდგომარეობისთვის, თქვენი ცხოვრებისეული კარნისთვის რა გამოცდასაც ეხაბარებთ, ხო, თქვენი სული მოსული ამ განსხვავებაში რაღაცა მისია, რაღაცა გამოცდა გქონთ, ხო, შესაბარებელი და ეს ძალიან ამ სიტუაციამ დაგამძიმათ ამ ადამიანთან სიტუაციამ, რის გამოც ჩაებით აი ამ სამსახურში, ამ საქმეში და ზემოდან მოდის სამართლიანობა, მოდის ყველაფერი ზემოდან. რას ეტყოდით? საბოლოოდ რას ეტყოდით? რას ეტყოდით მეორე ვარიანტს? იცით რა არის, ეს საჯარო გაშლა, ეხლა ესე მე ვერ დავიწყებ ვარიანტები ბევრი, აქ მაჩვენებენ, რომ ძალიან დიდი დარდი გაქვთ. პირადი გქონდათ, მაგრამ ადამიანმა თავიდანაც ამოვიდა ღალატი, ტყუილი, ანუ არაკეთილსინდისიერი, უსამართლოდ, მოპყრობა, რის გამოც გიდარდიათ, აქაც ამოდის ეს სამკუთხედის ვარიანტი, თუ სამკუთხედი არ არის, გულგაცრუება და ამიტომ ანუ გინდათ რომ გაანოვლოთ. აი თავიდან დაიწყოთ, ანუ ის ადამიანი დაიწყოთ თავიდან. დაიწყოთ სიტუაცია და თუ გამოგივდათ, აბა. იმიტომ რომ აქ მაინც ტკივილს მაჩვენებენ, ეს არის სულიერი ტკივილი, გულიდან რომელიც მოდის, პირაც რო ეხება. კი, ძალიან სწრაფად სამყარო გამოგიჩენს შანსს. კი ბატონო, სამკუთხედს ეხება და მოხდება აქ სიტუაციის, ანუ შერჩევითი პონტი, ანუ როგორი სიტუაცია იცი, სამყარო გამოგიგზავნთ აქ კიდე ვიღაც მეორე ვარიანტს. ანუ ეს დარჩება, ან მოგონიათ რომ ეს წავა იქნება, იმიტომ რომ ბოლომდე დასრულებული არ არის აქ სიტუაცია, კიდე მიდის რაღაც, მიუხედავად იმის რომ გადგინებ და არის გამოჩნდება კიდე ახალი მეორე ვარიანტი, ან არის უკვე გამოჩენილი და აქედან გამომდინარე, აი რომელი უფრო გადაწონის, ხო? ანუ არჩევანის წინაშე აქაც დგებით, მეორე ვარიანტთან ძალიან არჩევანი ამოდის. სულ არჩევანის წინაშე დგებით ეთქობა. კარგით. მთლიანობაში ცუდი არ იყო, არც ერთისთვის აპრილი, უბრალოდ აქ ნებათა ხელმას მაჩვენებენ გრძნობების ამოფრქვევას, მართებულიც არის გაზაფხული.
წამოდის და Payment Cats დავიკითხები მეორე ვარიანტისთვის. ეს მეტყოდა. მეორე ვარიანტო, აქაც ამოდის იგივე, რომ რაღაც პერიოდი თქვენ იმდენად ბრძენი ხართ, მეორე ვარიანტი, იმდენად ინტუიციურად, ანუ სწორად აზრობთ, რომ სამართლიანობა თქვენ მხარეს დადგება. აქაც ბალანსის კარტი ამოდის კარტი, რომელიც აჩვენებს, რომ ეს ადამიანი, ხო, ვინც ეხა ხართ მეორე ვარიანტები, ყოველთვის სამართლიანობის მხარეს დგებით, და თქვენ თვითონ ითხოვთ, რომ დაახსრულდეს სამართლიანობა. გესმის, სამართალმა პური ჭამა, რაღაც ესეთ ითხოვთ, როდის დამყარდება სამართალი. ანუ ხშირად მიმართავთ ამ იმას. და არ მინდა გაგიცურვოთ იმედი. დიახ ბატონო, ძალიან მალე მოხდება ეს. ძალიან მალე დამყარდება სამართალი. რავო თქვენ იცით, დროებით.